გამარჯობათ, მოგესალმებით. ეხლა მინდა განახოთ ვარიატორის პრინციპი მუშაობის, როგორ მუშაობს. კლაჩკიდის დაყენებას ვაპირებთ ეხლა. ეს პრუჟინა ჩამოვიტანეთ, ეს პრუჟინა უნდა შევცვალოთ. ჯერ ვნახოთ პრინციპი როგორ მუშაობს. ეს არის ძრავიდან გამომავალ ღერძი აყენია. ეს არის წამყვანი ვარიატორი თან თებში. ეს არის ამყოლი შკივი. ეს აყენია უკვე გადაცემათა კოლოფზე. ნიკა დაქოქე. ნეიტრალია და ამას იმიტომ იყოლიებს გარეთაც. ეხლა განახეთ როგორ მუშაობს. ცოტა მიერთი გაზი. იგი. გამორჩეთ ორეთ მარიქის რო ანუ ეხლა თქვენც დაინახეთ, როდესაც გას ვაძლევთ, ეს შკივი შედის შიგნით, აქ აყენია სიმძიმეები და როდესაც რომ ტრიალებს სწრაფად, ეს სიმძიმეები გვერდებზე აწვება და ეს მაგ სიმძიმეების ძალით აწვება შიგნით. ეს შიგნით რო შედის, ეს გადის მაღალ ბრუნზე, აქეთ მხარე და ეს შედის დაბალ ბრუნზე. ამის შედეგად იმატებს უკვე სიჩქარეს. ეხლა რაში მდგომარეობს ეს კლაჩკიდის აზრი რა არის და რატომ ვაყენებთ ესეთ პრუჟინას. ეს პრუჟინა არის უფრო ყრივი, უფრო გრუბი, ამისი დაპრესვა უფრო ძნელია. ამას ქარხნიდან მოყვა ამ კვადროციკლს, ეს არის ოდესი 650-იანი. ამას ქარხნიდან მოყვა 26-იანი საბურავები. შესაბამისად ვარიატორი დარეგულირებული იყო იმ 26-იან საბურავებზე. ეხლა ჩვენ დავაყენეთ 28-იანი საბურავები, უფრო მძიმეა და უფრო უჭირს რო ძრავი გავიდეს მაღალ ბრუნებზე, ანუ მაქსიმალურ ბრუნს ვერ აღწევს და ვერ ერევა. იმიტომ რომ უფრო დაბალ ბრუნზე ახდენს ეს შეწევას, გადის მაღალ კრუგზე აქეთა შკივი და ვეღარ ერევა რომ ეს გაიყვანოს და დაატრიალოს. ანუ ძრავი უკვე ვეღარ ერევა, ანუ ჩადის ისევ დაბლა და ფაქტიურად აქეთა მხარე მაქსიმალურ ბრუნზე არ გადის, სადღაც ესე ამოდის რემენი. აი ემჩნევა, აქეთ უკვე თეთრი არის, აი მუშა ადგილი აი აქამდე აქვს რემენს. ჩვენ ვაყენებთ ამას, იმიტომ რომ ეს უფრო მეტ წინაღობას გაუკეთებს და ეს ეგრე მალე არ იწევა შიგნით, ანუ ახდენს რომ ძრავი გავიდეს მაღალ ბრუნზე. და შესაბამისად დაძვრისას აქ სიმძიმეები რაც აყენია, სიმძიმეებსაც უნდა მოვაკლოთ ცოტა 2-2 გრამი, ამას რომ მოვხსნი, მე გადავიღებ და განახებთ შიგნით ეს როგორი სისტემაა. იმ სიმძიმეებსაც უნდა მოვაკლოთ 2-2 გრამი. შესაბამისად დაძვრის, ეხლა თუ იძვრება 1500 ბრუნზე, კვადროციკლი, ან 1500 ბრუნზე უკვე ახდენს და შკივი უკვე ოდნავ იწევა შიგნით და იყოლიებს გადაცემათა კოლოფის შკივს. ამ უფრო გრუბი პრუჟინის დაყენების შემთხვევაში და სიმძიმეების წონის მოკლების შემთხვევაში უკვე დაისტარტება 2000 ბრუნიდან. შესაბამისად 2000 ბრუნზე ძრავს უფრო მეტი ცხენის ზალა აქვს, ვიდრე 1500-ზე. ეგ ნებისმიერი შიდა წვრის ძრავა ესეთი პრინციპია. მანქანა იქნება კვადროციკლი, მოტოციკლი, არა აქვს მნიშვნელობა. თუ ძრავს პირობითად აქვს 70 ცხენი, ის 70 ცხენს აღწევს გარკვეულ ბრუნზე.
საშუალოდ დაახლოებით აღწევს 6000-დან 6500 ბრუნზე ამ მაქსიმალურ ცხენის ძალას. აქედან გამომდინარე 1500 ბრუნზე შეიძლება კონდეს 20 ცხენის ძალა, 2000 ბრუნზე კონდეს 30 ცხენის ძალა და ესე შესაბამისად მატულობს. როდესაც ეს დაისტარტება 2000 ბრუნიდან 2000 ბრუნზე გაცილებით მეტი ცხენის ზალა ექნება სტარტის მომენტში და ანუ ასე ვთქვათ რიოკი ამის შემთხვევაში როდესაც აყენებ ამას კლაჩკიდი ეძახიან პირდაპირ თარგმანში რავი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ცეპლენია, მაგრამ რატო ქვია ამას ეგრე არ ვიცი. ხო და უფრო ექნება რიოკი უფრო სწრაფი ექნება. და შესაბამისად მაღალ მაზეც გავა აქეთ ამხარე და მაქსიმალურად ამოიღებს, მაქსიმალურად გამოიყენებს თავის სიმძლავრეს. ადრე სანამ 26-იანი საბურავები ეყენა, ამისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 115 კმ/სთ. ეხლა რაც 28-იანები დავაყენეთ, არის 100 კმ/სთ. შეიძლება 102. ეხლა იმ სიჩქარეზე ვეღარ არის, იმიტომ რომ ვერ ერევა. ეხლა დავაყენებ და ნახოთ მე რა შედეგი ექნება. საერთოდ ეს არის შემშვები, ეს არის გამომშვები ვარიატორიდან ესე გამოდის, აი აქედან ესე შედის აერი, აკეთებს აგრილებს, ცირკულაციას, აი აქედან მე ესე გამოდის. ამას რომ მოუხსნი, განახებთ კიდე შიგნით როგორია, რა ვიცი, შეიძლება ვინმე საინტერესებდეს. აი ეს მოუხსენით ეს შკივი და აი ეს პრუჟინა ეყენა. აი ამასთან შედარებით როგორი ეს უფრო წვრილია აი ეს და რო დაიჭერ ხელშიც უფრო ადვილი აი ადვილი კადია ადვილად და ეს არის ძალიან გრუპი. და აი ამ პრუჟინას ვაყენებთ, ეს უყენია აი აქ აი ესე. და ამის მაგივრად დადგება ეს სამბარა. ამას თავისი სიმძლავრეები აქვს. ეს არის 10-17, ეს არის 10-15. ამისი მონაცემები 10-15-ის არის თავისი მაჩვენებლები აქვს 200-900. ეხლა ეს 200 რა ერთეულია, ეგ არ ვიცი, გრეიზომება, ანუ სიმკვრივე, 200 ეს არის აი თავიდან, როგორია და 900 მერე უკვე ბოლოში როგორ მკვრივდება და რა მაჩვენებელს აღწევს. და ამ პრუჟინის მაჩვენებლები არის 200 1600-ზე უკვე. ანუ 900-დან 1600-მდე თითქმის ორჯერ მკვრივია უკვე ბოლოში და უფრო მაგიტომ ვარაუდობთ, რომ ეს ძალიან მაქსიმალურად თავის სიმძლავრეს გამოიყენებს ძრავად. რაც შეეხება ეს არის ვარიატორი რა პრინციპით მუშაობს, აი ესე მუშაობს ვარიატორი გაზის ბრუნების გაზდასთან ერთად ეს ესე ადის, ჩადის. აი ესეთი აი ეს არის სიმძიმეები. საერთოდ ვარიატორში არანაირი ან ტაოტი ან რამე შესაძფოხი მასალა აქ არ უნდა, ეს უნდა იყოს სუფთად. ეს არის აი ამაში არის ეს სიმძიმეები. და ეს ესე მუშაობს, ეს რაც უფრო სწრაფად ტრიალებს, ესენი გადის ესე გვერდებზე, აწვება ამას, ეს დამაგრებულია ბოლტით და შესაბამისად ეს შედის შკივის შიგნით. აი ბრუნთან ერთად ესენი სულ ესეთ მოძრაობაშია, ესე მოძრაობს აი ესე. აი ეს არის სულ ვარიატორი. კარგით, რომ დავაყენებ,
და მე გავივლით და თქვენს განახებთ რა შედეგები ექნება.